გაწალაგება ჩამოხვედით სენაკში. სენაკში ჩამოვედით. ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში. ნომერ პირველი კაცი არის სამეგრელოში, ექიმი, კარგი კაცი და მაგარი, ქართველი და მაგარი მეგრელი. მეგობრები ვარ, ბავშვი. მეც მაგითო აი ამ გუნდს ბევრი სპონსორი. არა გამორჩეული სპონსორები ეყოლება. სენაკი მაგარია იცით თქვენ და ეყოლება. ბიჭებო, წავედით. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ესეთი პატარა ბიჭი რო ვიყავი, იქიდან ვიწვალე, ვიშრომე და ჩემი სიტყვა ვთქვი და სენაკი და სენაკელები არ შევარცხვინე. შემოგევდა. თავარი ეს იყო. მე კიდე თუ დღეს მაგარი ვარ, იმ სენაკელების სახელით ვარ მაგარი, ვინც სენაკში მაგარი ბიჭები იყვნენ. იმიტომ რომ მაგათი სახელი მე ყველგან დამჭირდა და ყველგან კარი გამიღო. მე რისი თქმა მინდა ბიჭებო, მე მოვედი ჩემს შვილიშვილებთან, მათესთან და მინდა რომ ვერზე დაგიდგეთ და რაც შეგვეძლება ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაგიკეთოთ. სპორტი და მით უმეტეს ფეხბურთი, იცით თქვენ ახლა ფეხბურთელები არიან პოპულარულები. თუ გინდა კარგი შეყვარებული, კარგი მანქანა, კარგი ცხოვრება და გულავი არის თქვენზე დამოკიდებული. მე ახლა ბიჭებმა მითხრეს რომ ესეთი სიტუაცია ჩვენ სენაკში რო გვაქვს სტადიონი, ესეთი სტადიონი შეიძლება დასავლეთში საერთოდ არ იყოს, მაგრამ ხედავთ რომ მისახედია, ყველაფერზე მისახედია. რა თქმა უნდა, თუ არ გაცვია კარგი ფორმა, ფეხზე თუ არ გაცვია, კარგი ბოტავისა ბუცები, ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ერთ მაგალითს მოგიყვებით. მათე შევიყვანე დინამოში და დინამოში თამაშობდა. და შევიყვანე დინამოს პატარებში რა და მირეკავს დუბაიში, რომ თუ გინდაო რომ მაგრა ვითამაშო, ბუცები მიყიდეო. წავედი დასაკარგავში სადღაც და 900 დოლარი გადამახტივიეს ერთ ბუცში. და 3 ცალი უყიდე და მოუტანე და როგორა საქმე მედგიდა, ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მანქანაც მყავსო, სახლის მაქო, კარის მაქო, ყველაფერიო და ბიჭო მეზარება ეს სირბილიო. ეს არ არის ჩემი საქმეო და კი ვარჯიშობს რაღაცა იქით აქით, მაგრამ მიატოვა. ახლა რისი თქმა მინდა, ჩვენ, ჩემი კომპანია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაცა პატარა წვლილი მივიღოთ აი ამ საქმეში და სენაკში კიდე ბევრ სხვა საქმეებში ცხოვრება წინ მიდის და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს ყველაზე საუკეთესო არის ქვეყანა, ქალაქი სენაკი. ჩვენ პატარა რაღაცა გაგიკეთეთ ბიჭებო, სურპრიზი. ისეთ რამეს გეტყვით ახლა რომ მარადონაზეც რო არ უთქვიათ, მარადონაზეც რო არ უთქვიათ, ისეთ რამეს გეტყვით მე. ჩამოგიტანეთ ფორმები. რომელიც არის ფორმა არის თქვენ რა ზომებიც მოგვეცით ბიჭებო თუ ორშაბათს მოიგებთ ეს მეკარისაა ხო პირველი ნომერი და თქვენ არაფერი არ დაგაკეთებათ ჩვენგან ეს თავისი დამაშეთ ვიძახით ერთი სიტყვით თქვენ ეს ფორმა რაც გჭირდებათ ეს არის ახლა რაც მთავარია ისეთი რამ რომელიც არსად არავის არც გაუკეთებია ვერც მეგრელის მეტი ვერ მოიფიქრებდა ხო იცი ისეთი რამ მინდა გაიკეთოთ უყურეთ რა არის ახლა ამ ყუთებში პირველი მინდა მეკარე მოვიდეს მეკარე გიორგი აი ეს არის ჭიქა გელა ბარკალაია შეხედეთ და არის დანომრილი შეხედეთ შენ რა რომელი შეხვდა ხო ხედავ 07 უყურეთ აქ არის ჩემი სურათი და ეს ყველგან გამოგადგება
ეს არის ჭიქა. ბიჭებო, ამოიღეთ ყველა. მოდი ამოიღეთ. ერთი ფეხბურთის ექიმს მიცეთ. ტრენერს მიცეთ. ფედერალის მიცეთ, რომელიც ბევრი კუთხით ებულობს მონაწილეობას. ადმინისტრატორი გუნდის ახლა ცხოვრება წინ მიდის. თქვენ თვითონ უნდა შექმნათ თქვენი თავი. სენაკიდან რო წავედი, იცის ფრიდონი პატარა ვიყავი და ორ კაცს არ ვიცნობდი თბილისში და საქართველოში, მაგრამ მე გელა ბარკალაიამ ჩემი თავი მე თვითონ შევქმენი და მოვედი დღემდე. ისე რომ შეცდომა არ დამიშვია. ვერავინ ვერ მოვა და ვერ იტყვის, რომ შენ რაღაცა კუთხით სადღაც შეცდომა დაუშვი, ვერ მოვა და ვერ იტყვის და უშეცდომოდ ვიცხოვე. დღემდე და მინდა ძალიან მოგეფეროთ. მაგრად მოგეფეროთ და მაგახეთ ახლა ეს ჭიქები რა არის და რა სიზამს ახლა ეს ჭიქა. აი ამ ჭიქებს აქვს ნომერი. აი ამ ჭიქების ნომერი შეხედეთ ახლა უყურე როგორ იქნება ხო არის 018 თქვენ რომელი ჭიქებიც მოგეცით ახალ წელს ეს ნომერი ჩავარდება დოლურაში და ერთ-ერთი მოიგებს BYD-ის ავტომობილს ელექტრო BYD-ის ავტომობილს როგორც ჭიქა ისეც გამოიყენეთ და ერთი ადამიანი მოიგებს ავტომობილს დანარჩენი ნახოთ რა იქნება კიდევ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ ამ ახალგაზრდებს ამას ასწავლით იმედია რომ ბევრი ახალგაზრდები მიბაძავენ იმედია რომ ყოველ დღე თვითონ აბიჯით წინ წაიწევს ეს ფეხბურთელები. ესენი დიდი ფეხბურთელები იქნებიან. მარადონამ სად დაიწყო და როგორ დაიწყო? ბურთი არ ქონდა და რას თამაშობდა ხო ხედავდი და როგორ იყო? და იმით დაახსია თავი მდიდარი გახდა. ითამაშა და ბიჭებო ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული. არ უნდა დაგეზაროს. თუ თქვენ გადადგით ნაბიჯი რომ გინდათ რომ ფეხბურთელი გამოხვიდეთ, მაშინ უნდა იშრომო, შრომა ჭირდება. გისურვებთ წარმატებით. მინდა გისურვოთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში.